მოგესალმებით. აი აქეთ ნიკა დადის ხედავთ ალბათ. დღეში ვართ ჩამოსული კახეთში და რაღაც სოკოები ვნახეთ და გაგიზიარებთ ნელ-ნელა. იქეთ ნიკას ხედავთ და აი ეს არის პირველი მოგეთ აქ შემოვედით დღეში და აი ესეთი ძალიან ლამაზი წერეწოები გაიჩნდა. კალაჩიდაც ახლა იქ დამტენი მაგრამ რაღაცები უკვე არის. მოკეთ ძალიან საინტერესო არის რა, ნახოთ რა შეგვხდება. აი, მოვედით საინტერესო ადგილზე. შეხედეთ, ნახეთ, მანჭყვალები არის და უფრო მაგარი რაღაც უნდა გაჩვენოთ, მეგობრებო, ძაბრა. აი, ნახეთ. შეხედეთ, მეგობრებო, ძაბრა. აი, იქით შავი რაღაცებიც კიდევ ძაბრა არის, აქაც ძაბრა არის. აი, აქაც არის ძაბრა. აი, ჩემ ფეხთანაც ძაბრა სოკოები არის. აი, აქეთ. აი, გოჯახები არის ძაბრასი. ამიტომ ახლა დავიწყებთ კრეფას. ოჰო, აი, იქით. ნახეთ უკან რა ხდება. მაგარია. მშვენიერი ადგილი აღმოჩნდა, ნახეთ, ერთ ადგილზე, ერთი ოჯახი. ნახეთ რა კარგები. ამას შეხედეთ. ძალიან კარგები. ეს არის? მაკეთაც არის? მოგეთ ძაბრა, ეს არის ძაბრა სოკო. კრატერელუს კორნუკოპიოიდეს და ეძახიან Horn of Plentis. და ძალიან ლოგიკური სახელი აქვს. მოდის ლათინურიდან, ბერძნულიდან უფრო სწორად. და საბერძნეთში, ბერძნულ მითოლოგიაში ზევსის გამზრდელი თხა, ამალთეა. მითოლოგიაში ეგრე არის, რომ ამალთეას მოკლედ რქა მოტეხა ზევსმა და ეს მოტეხილი რქიდან ულევად მოდიოდა საკვები. სხვადასხვანაირი საკვები. და Horn of Plenty, მაგიტო Horn ინგლისურად არის საყვირი, ანუ იგივე რქა. და Plenty, ანუ უამრავი, ანუ აუარება, ასე რომ თარგმნოთ რა. ზუსტად ეგ არის და ლოგიკური თარგმანი იმიტომ არის და ლოგიკური სახელით ზოგადად, რომ როცა პოულობთ ერთ ცალს, კარგად უნდა დააკვირდეთ. იმიტომ რომ შეიძლება აი ამ ერთი ადგილის ტერიტორიაზე, გვერდ იყოს 1000-ობით. და ნუ აი, როგორც ხედავთ, ეს არის ერთი ოჯახი, რომელიც აი აქ დავკრიფეთ აი ამ პატარა ადგილს. შესაძლოა ძალიან ბევრი პატარა სოკო არის კიდევ. როგორც ჩანს კიდევ იზრდება და დავკრიფთ. ძაბრა სოკო. ინგლისურად ასევე ეძახიან ღარიბი კაცის ტრუფელს. Truffle of the poor. Poor means truffle. იმიტომ რომ როცა ამას ვახმობთ, ხმელს უკვე, ანუ მშრალ, ასე ვთქვათ, ძაბრა სოკოს აქვს ტრუფელის არომატი, ძალიან მძაფრი არომატი და გამოიყენება უმეტესად სოუსებში, პასტაში, გამოიყენება ხორცთან ერთად სტეიკების სოუსებში განსაკუთრებით, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, აი რბილობი, ძალიან თხელი რბილობი აქვს. და აი ეს თხელი რბილობი ხა ტაფაზე რო შეწვათ, ბევრს არაფერს არ მოგცემთ. მაგრამ სოუსში მე უკვე ძალიან არომატული ხდება ნაღებთან ერთად და ნიორთან ერთად, ცოტა მსუბუქი ნიორი და ნაღები ხდება, იქნება უგემრიელესი. ასე რომ აი ეს ძალიან მაგარი ძაბრა სოკოები გვაქვს. ვაგრძელებთ წესით, ამ კალათებს გავავსებთ და კიდევ ერთ კალათს. აი, ისე ვაგროვებთ ძაბრას. ნახეთ სად იმალებიან. აი შეხედეთ რა ფერი არის უბრალოდ აი ნახეთ როგორ გავს და როგორ არის შეხამებული გარემოს. ძალიან ძნელად თუ აღმოაჩენთ, აი აქ ხა იცდები მივიტანო ახლოს. აი ნახეთ. ხედავთ. ძალიან კარგად არიან დამალულები. ცოტა მიკლიოებით შეგვხვდა. ძაბრაც არის და ვაგრძელებთ. აი მეგობრებო, ეს არის შავი მიკლიო. Ashen chanterelles ქვია, ინგლისურად აშენი ალბათ მოდის ნაცრიდან, ash. ეს არის ძალიან გემრიელი სოკო არის, მონათესავე არის ძაბრასი და მე მეკითხავ კიდე უფრო მძაფრი არომატი აქვს ვიდრე თვითონ ძაბრას. აი, ძაბრა ნელ-ნელა კალათებში ივსება, ნახოთ საბოლოო შედეგი რა იქნება.
აი ეს ძაბრები. ეხლა მე ესე გავიხედავ, ალბათ აქ არაფერი არ ჩანს ეხლა სხვებისთვის, მაგრამ აი დააგვირდით. მოფენილია. რეალურად აი უამრავი არის და ფოთლების ფონზე საერთოდ არ ჩანს. ეხლა ნახეთ წინ მიუზუმავ მე და გამოჩდება. აი რამდენი არის. ოდნავ მუქფერს ასაწყედავთ სულ ძაბრას უკუან. მოკლედ ძალიან კარგი კრეფა გვაქვს ჯერჯერობით და გავაგრძელებთ. ხა ვნახავთ აბა რამდენი გამოვა. აი შავი მიკლიო რამხელებია ნახეთ ხალხო და აი აქ ფეხებთან იქით არის კიდევ აი ზემოდან შეხედოთ გავს ძაბრას, მაგრამ არის შავი მიკლი. აი აქეთაც წამით ახეთ რამხელა ბუჩქი არის ამოსული. კალათი უკვე საკაიფოთ არის და ნელ-ნელა დაემატება კიდევ. ძალიან მაგარია. რა მაგარი როჟა არის ნახეთ, აი ესეთი მკვრივად ბუჩქად იზრდება და არის კაი წონიანი ტიპი რა. შვენიერია. აი გამოვედით მანქანაში. თითქმის გაივსო ორი კალათი. სადღაც ესე ორისკენ დავიწყეთ კრეფა რა. ცუდი შედეგი არ არის ერთი დღისთვის. მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ ესეც კარგია. აბა მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო.